წელს უკვე მეორედ 2025 წლის 19 აპრილს საშუალება გვაქვს თვალი ვადევნოთ ჩემთან ერთად, გიორგი ჭუბინიძესთან ერთად იერუსალიმში მიმდინარე პროცესებს. მოგეხსენებათ, დღეს გახლავთ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ფაქტობრივად, მთელ ამ პერიოდში ერთ-ერთი კვლავ მძიმე დღე, წითელი პარასკევის შემდგომ დიდი შაბათი და სწორედ ამ დღეს იერუსალიმში მორწმუნე ადამიანები აღნიშნავენ, ასე ვთქვათ, ეგებებიან ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს. რიტუალს ძალიან დიდი ისტორია აქვს და შევეცდებით დღეს ჩვენ ამ ჩართვაშიც როგორც ჩარშან გავამახვილოთ ყურადღება სხვადასხვა ისტორიულ თუ თეოლოგიურ ფაქტორებზე, რამ წარმოშვა ის, რატომ აღნიშნავთ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ცეცხლს ქრისტიანულ სამყაროში და ასე შემდეგ. გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ხო, ასე მოვიხსენიებთ ხოლმე აღდგომას და ამ საშუალებითაც ხაზს ვუსვამთ, რომ აღდგომა არის ყველა სხვა დღესასწაულთან შედარებით უფრო აღმატებული. ხშირად ვთქვათ, მორწმუნე ქრისტიანების მრევლის ნაწილი საინტერესოა, რომ ბრწყინვალეს უწოდებს ყველა სხვა დღესასწაულს, მაგალითად ბრწყინვალე გიორგობას, ბრწყინვალე შობას და ასე შემდეგ. მაგრამ ყველამ იმედია რომ იცის, მაგრამ თუ არ იცის შევახსენოთ, რომ ბრწყინვალე, სიტყვა ბრწყინვალეს არაჩვეულებრივი ქართული ზედსართავი სახელი მიემართება მხოლოდ და მხოლოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სწორედ იმიტომ, რომ ხაზი გავუსვათ აღდგომის ნიშნულობას, რომ ის არის ყველა რელიგიურ დღესასწაულზე უფრო აღმატებული ნიშნულობის მოვლენა. სიტყვა გარდამოსვლა, ცეცხლის გარდამოსვლა, რასთან გვაქვს საქმე? სიტყვა გარდამოსვლა ძველი ქართული სიტყვის ლექსიკონს რო ჩავხედოთ, ნიშნავს გადმოსვლას, ჩამოსვლას, ხო? სწორედ ეს დარჩა არქაულ სიტყვად გარდამოსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ მოვლენასაც რაღაც უფრო საპატივსაცემო, უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შემატებოდა. რადგან ეხა ყოველდღიურ და ყოფით ცხოვრებაში სიტყვას გარდამოსვლას აღარ ვიყენებთ ქართველები, მაგრამ ისევ და ისევ აი ამ ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს შემორჩა ეს სიტყვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. აქვე უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ წელს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ 20 აპრილს, როგორც მართლმადიდებელი სამყარო ემზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, ასევე ემზადება კათოლიკური სამყაროც წელს დაემთხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აი ამ ორ დიდ ეკლესიაში. მოგეხსენებათ 1214 წლის შემდეგ, დიდი სქიზმის შემდეგ ქრისტიანული სამყარო სხვა ჩამოთვლილ სხვადასხვა პატარა კონფესიებს თუ განშტოებებს, მაგრამ ორი ძირითად მიმართულებად არის განყოფილი, კათოლიკურ ეკლესიად და მართლმადიდებლურ ეკლესიად და პროტესტანტულ ეკლესიად. შესაბამისად, კათოლიკურ ეკლესიაშიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ზოგჯერ ერთი კვირით ადრე აღინიშნება. როგორც ჩარშან მაგალითად. წელს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს დღესასწაული დაემთხვა ერთმანეთს და ეხლა ჩვენ ტელევიზიის ეთერში საშუალება გვეძლება, რომ როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს მოქალაქე მართლმადიდებლებს მივულოცოთ ეს დღესასწაული, ასევე ჩვენს კათოლიკე თანამოქალაქეებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებს. მნიშვნელოვანია ის, რომ აღდგომას ყოველ წელს განსაკუთრებული ზემით ეგებება ქრისტიანი, ესე ვთქვათ, ეს არის პროცესი, მუდმივი პროცესი, რომ რაღაცას ეახლო, რაღაც სიწმინდეს ეახლო და საშუალება აქვთ ადამიანებს, რომ გაიაზრონ მთელი თავისი წინა განვლილი ცხოვრება, წინა წელი, როგორ იცხოვრეს, როგორ შეემზადნენ და რა მოხდა მათ ცხოვრებაში, რამდენად ქრისტიანული, ასე ვთქვათ, მორალით თუ მსოფლმხედველობით წარმართეს თავიანთი ცხოვრება. აღდგომა მუდმივად გვახსენებს ამას, ხო? ხშირად ისმევა ხოლმე ეს შეკითხვა და ამიტომ ამბობ ამას, რომ თუ ყოველ წელს გადმოდის თუნდაც ეს ცეცხლი და ეს რიტუალი ტარდება, ხო? მაშინ რა განსაკუთრებულებაა ამაში, რატომ მეორდება ეს რიტუალი წლიდან წლამდე? სწორედ იმიტომ, რომ ადამიანები ამას ითხოვენ, მორწმუნეებს ამისი მოლოდინი აქვთ და თუ რაღაცა ადამიანს წამს და სჯერა და ამის სურვილი და მოლოდინი აქვს, შესაბამისად ეს პროცესი წარწყდება და მუდმივად მეორდება. სწორედ ეს არის საოცრება, რომ ყოველი წელიწადს ახლა იბადება ქრისტე.
და ყოველ წელიწადს ახლად ეცემა ჯვარს, ასე რომ ვთქვათ. ხო, ანუ მუდმივი განმეორებადი პროცესია, ასე რომ ვთქვათ. არც ერთი წელი არ გავს წინა წელს, არც ერთ წელს არ აქვს იგივე მოლოდინი, ასე რომ ვთქვათ. და ეგენ მორწმუნე ქრისტიანები ამ პროცესს. შევეცდებით ახლა აღწეროთ თუ რა ხდება ეკლესიაში ამ მომენტში იერუსალიმში ვის უკავია განსაკუთრებული როლები იერუსალიმის პატრიარქს თუ სხვა სასულიერო პირებს და ეს ცნობილი ფაქტი და ტრადიცია თუ რატომ მოწმდება პატრიარქი, რატომ იძარცვება ასე რომ ვთქვათ მთლიანად იმ შესამოსელისგან, იმ ზედმეტი ასე ვთქვათ ფუფუნების საშუალებებისგან თუ ოქროულ ვერცხლეულისგან და რატომ შედის ის ყოველად განძარცვული მაცხოვრის საფლავზე. ამას ამ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. და როგორ ეშვება ცეცხლი, ან ტრადიცია, როგორი არის აი ამ რიტუალის. დავიწყოთ იმით, რომ დიდი შაბათი არის, როგორც თეოლოგები, სასულიერო პირები ამბობენ ხოლმე, ჯოჯოხეთის კართა და ბჭეთა დამსხვრევის დღე. ეკლესია, ანუ დიდ ძაძებშია შემოსული, ბუნებრივია ქრისტე ჯვარს აცვეს პარასკევ დღეს და შაბათს ბუნებრივია, იგი ჯვარცმულია, იგი ცნობილია მისი მორწმუნეთათვის, რომ გარდაცვლილია და ჯერჯერობით არ იციან ის აღდგება თუ არა, ეს არ მნიშვნელოვანი ფაქტია. როგორც ხედავთ, წმინდა ცეცხლის რიტუალის დასაწყისი პერიოდია, ტაძარში ვადევნებთ, კადრებში ვადევნებთ თვალყურს და რამდენიმე წუთით მივადევნოთ თვალი რა ხდება იერუსალიმის ტაძარში და შემდგომ განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. აუცილებლად უნდა ვახსენოთ, მე პირადად ხშირად მიყვარს ხოლმე ჩვენი სახელოვანი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ რომ დაიბადა ქრისტე, ეს არ ნიშნავს, რომ იმას არ ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ კარგი ქრისტიანები ვართ, ან თავს უწოდოთ კარგი ქრისტიანები. თუ ვინმეს ეს რელიგიურობა მართლა უნდა განუწყვეტლივ უნდა დაიბადოს საკუთარ თავში, გულში, შინაგან არსებაში ქრისტე, ანუ მუდმივი პროცესი უნდა იყოს ეს, სწორედ ასევე არის აღდგომის დღესასწაული, ეს მუდმივად განცდადი პროცესი უნდა იყოს და გვახსენდებოდეს, რომ არსებობს თქვათ გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე, არსებობს რაღაც ის მოლოდინი, რაც შემდგომში იმედს და მოლოდინებს გაგვიჩენს, მოკლედ სხვა სამყაროს იმედს და რწმენას გაგვიღვივებს. იერუსალიმის პატრიარქს მინდა შევეხო, ანუ ვინ არის იგი, რამდენი ხანია მართავს იერუსალიმის ეკლესიას. იერუსალიმის პატრიარქი გახლავთ თეოფილე მესამე, რომელიც 2005 წლიდან არის იერუსალიმის ეკლესიის საჭეთპყრობელი მეთაური და შეგახსენებთ მის ტიტულატურას, მოგეხსენებათ ყველა სასულიერო იერარქს მართლმადებლურ სამყაროში, ასევე კათოლიკურ ეკლესიაში, რომის პაპს თუნდაც აქვს თავისი ტიტულატურა, რომელიც შეიძლება ვიღაცას თანამედროვე სამყაროში ძალიან უტრირებულად მოეჩვენოს, ვიღაცას შეიძლება ჩვეულებრივად, მაგრამ მოკლედ შეგახსენებთ, რომ ასე ჟღერს და ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, რატომ ჟღერს ასე. უწმინდესი და უნეტარესი თეოფილოსი, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, იორდანისა, გალილეის კანისა და წმინდა სიონისა. აი ასე ჟღერს თეოფილე მესამის, პატრიარქ თეოფილე მესამის სრული ტიტულატურა. საქართველოს ეკლესიას ამჟამად ყავს მეთაური, პატრიარქი ილია მეორე, რომელიც საქართველოს ეკლესიის მეთაური გახლავთ 1977 წლიდან, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი დავით მეხუთე გარდაიცვალა, შემდგომ წმინდა სინოდზე აირჩა პატრიარქი ილია, მაშინ მიტროპოლიტი ილია უდუშაური, საქართველოს ეკლესიის მეთაური. დღეს იგი 47 აღდგომის დღესასწაულს ეგებება სხვა მორწმუნე ქრისტიანებთან ერთად.
და 92 წლის სასახლში გახლავთ იგი. მისი პატრიარქობის პერიოდში იერუსალიმის ეკლესიამ 5 მეთაური შეიცვალა, ამჟამად თეოფილოს მესამე გახლავთ მეხუთე მეთაური იერუსალიმის ეკლესიისა და მისი პატრიარქობის პერიოდში, ანუ ვილიამ მეორის პატრიარქობის პერიოდში იერუსალიმთან საქართველოს ეკლესიას ჰქონდა გარკვეული ურთიერთობები. მაგალითად 1980 წელს იერუსალიმის პატრიარქის ბენედიქტე I-ის მიწვევით იმყოფებოდა იერუსალიმში ილია მეორე და ბენედიქტე I მალე გარდაიცვალა. ერთი წუთით პალი ვადევნოთ, შეგვიძლია კადრებს. ხო, ბენედიქტე I მალევე გარდაიცვალა 1980 წელს და უკვე ტახტს იერუსალიმის ეკლესიის მეთაური გახდა დიოდოროს I, რომელიც 1991 წელს იმყოფებოდა საქართველოში უკვე პატრიარქ ილია მეორის მოწვევით. უკვე შემდგომში 1987 წელს თავად პატრიარქ ილია მეორე იმყოფებოდა იერუსალიმში და 2012 წელსაც ბოლო ვიზიტი ჰქონდა ილია მეორის იერუსალიმში. აი ესეთი საინტერესო არაერთი ფაქტი ახსოვს საქართველოს ეკლესიის ისტორიას და აქვე მინდა ხაზი გაუსვათ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურას. ხშირად არის ხოლმე რომ სოციალურ ქსელშიც იწერება რომ ანუ რას ნიშნავს ეს ტიტულატურა, თქვათ უწმინდესი და უნეტარესი, აი საიდან მოდის ესენი და ხშირად ადამიანებს უჩნდებათ კითხვა რომ შეიძლება ადამიანი თქვათ სიცოცხლეშივე წმინდანად შევრაც, ხო, ანუ ეს არის ტიტულატურა არ ნიშნავს წმინდანობას, ეს არის გარკვეული მოსახსენებელი სტატუსი, ანუ პატრიარქად როცა ხდება პიროვნების აღსაყრება, მაშინ ენიჭება ეს სტატუსი. საქართველოს ეკლესიის მეთაურის ტიტულატურა ჟღერს ასე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი. თავის დროზე, როდესაც ეს ტიტულატურაში უწმინდესი და უნეტარესი გაჩნდა, საინტერესოა რომ ეს არის აღმოსავლეთის საქართველოს პატრიარქისაც საქართველოს ეკლესიაც როგორც მთლიანად საქართველოს ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ფაქტობრივად აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიებად იყო გაყოფილი, ორივე მხარეს ყავდა პატრიარქი, ერთის ტიტულატურაში იყო უწმინდესი, მეორის ტიტულატურაში იყო უნეტარესი. როდესაც უკვე საქართველოს გაერთიანდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც გაერთიანდა, უკვე პატრიარქმა მიიღო ეს სრული ტიტული და ესეთი ეს უკვე ანუ ეკლესიის გაერთიანებასაც ფაქტობრივად ნიშნავდა. შეგვიძლია რამდენიმე წუთით კვლავ გადავიდეთ იერუსალიმში, თვალი ვადევნოთ უშუალოდ პროცესს, როგორ მიმდინარეობს ლიტურგია, რა ასე ვთქვათ, ტრადიციულ ხაზს გადიან ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის მონაწილე სასულიერო პირები და შემდგომ დავუბრუნდეთ ჩვენს თემებს.
რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო ასევე ქრისტეს საფლავს, სადაც უშუალოდ ეს პროცესი იერუსალიმში მიმდინარეობს, სადაც სრულდება ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი. ეს არის ქრისტიანული სამყაროს ბუნებრივია უმთავრესი წმინდა ადგილი, სადაც ჯვარცმის შემდეგ დაკრძალეს მაცხოვარი და საიდანაც მესამე დღეს, ანუ კვირა დღეს აღსდგა. და ეს აკლდამა დღეს ქრისტეს საფლავის ტაძარში მდებარეობს და მისი მთავარი საკურთხეველია. ანუ წმინდა ადგილად ის მე-4 საუკუნიდან გამოცხადდა, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ და მისმა დედამ მოციქულთასწორმა ელენემ იერუსალიმში ქრისტიანული რელიკვიების ძიება დაიწყეს ფაქტობრივად და ამ ადგილს როდესაც მიაკლიეს, აქედან დაიწყო აი ამ ადგილის გამშვენიერება, უფრო აღორძინება, ასე ვთქვათ, შენობების, ნაგებობების აშენება, რომელთა ნაწილმაც დღემდე შემოაღწია. ასევე საინტერესოა, რომ მაცხოვრის საფლავი სიმბოლურად მთელი წმინდა მიწის განსახიერებაა, რწმენის, მსხვერპლისა და ფაქტობრივად აღდგომის ცენტრი. აღდგომის აი ამ ტაძარს ფაქტობრივად იზიარებს რამდენიმე ეკლესია, რომელშიც სამწუხაროდ დღესდღეობით არ არის საქართველოს ეკლესია, ანუ საქართველოს ეკლესიას არ აქვს იქ, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობითი ოფიციალური უფლება, რომ რაღაცა ვთქვათ, სალოცავში რაღაც ერთ კონკრეტულ მონაკვეთს ფლობდეს. მთავარი აღსარებლები, რომლებიც ტაძრის ნაწილებს დღესდღეობით იზიარებენ, არიან ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, სომხური სამოციქულო ეკლესიის, რომის კათოლიკური ეკლესიის, აგრეთვე კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის, სირიის მართლმადიდებელი ეკლესიის და ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. აი ეს წარმომადგენლობითობა და ეს მრავალფეროვნება იერუსალიმს თან სდევდა თავისი, ასე ვთქვათ, არსებობის დღიდან დღემდე. და აი ეს წარმომადგენლობითობა, რასაც საუბრობდით, მრავალფეროვნება იერუსალიმში უცხო არ არის, ყოველთვის იყო, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ცხოვრობენ იქ. საინტერესოა, რომ სხვადასხვა პერიოდში, ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ბუნებრივია ამ ტაძრის საკითხიც სხვადასხვა საკამათო თემას წარმოადგენდა და ყველაფერი შეიცვალა 1852 წლის შემდეგ, როდესაც ოფიციალურად მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ანუ იერუსალიმის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სპეციალური შეთანხმებით, ანუ სტატუს კვოს საშუალებით მოიპოვა იქ უფლება და დომინანტი უფლება, რომ რელიგიური რიტუალები აღესრულებინა და დანარჩენი სხვა კონფესიები ყოფილიყვნენ მისი დამხმარეები. თუნდაც აი ამ პროცესში, რაც ახლა ხდება, შემსმერ ჩამოთვლილი ეკლესიები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები, არაბი მორწმუნენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა ადამიანები იღებენ მონაწილეობას. საინტერესოა თუ როდიდან გვაქვს ჩვენ წყაროები, როდიდან არსებობს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის ფაქტები, ხომ? პირველად წერილობითი მოწმობა მე-19 საუკუნეში 867 წელს დაახლოებით იტალიელ მოგზაურს ეკუთვნის ბერნარ ბერძენს, აქვს აღწერილი ეს პროცესი. და მე-4 საუკუნეში დაფიქსირდა პირველად, როცა განახლდა და აიგო ახალი ტაძარი. ლათინი მომლოცველი, ანუ ბერნარდი მოგვითხრობს ესეთ საინტერესო ფაქტს და თუ შეიძლება წაგიკითხავთ აი ამ ციტატას, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს საფლავზე, დილის ლოცვის ჟამს, იმ დროს, როდესაც წარმოითქმება კირიე ლეისონ, ჩამოდის ანგელოზი და ანთებს კანდელს. პატრიარქი ცეცხლს გადასცემს ეპისკოპოსს, ხოლო იგი მრევლს. ანუ ფაქტობრივად იგივე პროცესი არის დღემდე შემორჩენილი და ეს განგრძობითი პროცესი, ანუ მემკვიდრეობით გადაეცემა ახალ პატრიარქს, რომელიც ახალად აღასრულებს თავიდან ბოლომდე აღასრულებს იმ დადგენილ რიტუალს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აღსრულდებოდა.
საიდან ვიცით პირველად საქართველოში ამ მოვლენის, ამ რიტუალის შესახებ? ეს ეკუთვნის ეპისკოპოს, შემდგომში ეპისკოპოს და მაშინ დეგანოს პეტრე კენჭოშვილს, რომელმაც 1899 წელს გამოაქვეყნა ესეთი ჩანაწერები მოგზაურობა წმინდა ქალაქ იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზე დეგანოს პეტრე დავითიძე კენჭოშვილისა. პეტრე კენჭოშვილი გახდათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, იქიდან გამომდინარე, რომ იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის, ანუ ავტოკეფალიის მოპოვების და ბრძოლის საქმეში და გარდაიცვალა 1909 წელს. სწორედ აი მას ეკუთვნის პირველად 1899 წელს ეს ჩანაწერი, რითაც საქართველოს, ანუ ქართულმა სივრცემ, ქართულენოვანმა სივრცემ გაიგო ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის არსებობის შესახებ. ბუნებრივია იმ დროს სხვა საშუალება არ იყო, გარდა პრესისა და წიგნებისა, შესაბამისად აი ამ საშუალებით ეცნო საზოგადოებას ქართულ მორწმუნე მრევლს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის შესახებ. თუ შეიძლება წაგიკითხავთ პეტრე კენჭოშვილის ამ ჩანაწერს, რადგან საინტერესოა თუ ქართველებს როგორი აღქმა და წარმოდგენა ჰქონდათ ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ხო? დიდ შაბათს დილიდან ადრე იკრიბებიან წმინდა საფლავის ტაძარში მომეტებული ნაწილი მართლმადიდებელთა ქრისტიანებთან, ადგილობრივ მცხოვრებთა და ყოველნი მლოცავნი, რომელნიც მოსრულნი არიან ყოველთა კიდეთაგან, ლათინებისა, კიდეთაგან ქვეყანისა და ფერადთა ეროვნებათა, ანუ მრავალფეროვნება მაშინაც, ანუ ფაქტობრივად საუკუნეზე უფრო მეტი ხნის წინაც სახეზე იყო. გარდა ლათინებისა და დალაგდებიან ტაძრის სხვადასხვა კუთხეებში, სადაც ვინ პოვებს უმჯობესად. ყოველნი ლამპარნი და სანთელნი, რომელნიც მოიპოვებიან ტაძარში, დაიშრიტებიან. პეტრე კენჭოშვილი ასე განაგრძობს ამ ჩანაწერს. დიდ შაბათის ცისკრის დაწყების წინათ არაბნი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა შეასრულებენ ძველის დროიდან ნებადართული სულთანის ფირმანით ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის, წმინდა ცეცხლის გამოჩენის მიზეზისა გამო. ხმა მაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარშემო კუვუკლიას, ანუ კუვუკლია არის ადგილი, სადაც უშუალოდ არის ქრისტეს საფლავი და კადრში ჩვენ არაერთხელ ნახეთ ეს პროცესი, სად ხდება ეს. მაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარშემო კუვუკლიასაც, ცემენ ტაშსა და მაღლა ხმით აღაღადებენ, უფალო შეგვიწყალენ და არა არ სხვა სარწმუნოება გარდა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. რამდენიმე წუთით ახლა ჩვენ მივუბრუნდეთ ტაძარს იერუსალიმში, პროცესებს და თვალი ვადევნოთ რა ხდება იერუსალიმში. თეოფილოს მესამეს ვხედავთ კადრებში ჩვენ რომელიც უკვე მიემართება კუვუკლიისკენ. საინტერესო ფაქტი რაც არის, ეხლა ჩვენ თან პარალელურად შეგვიძლია ვადევნოთ თვალყური და თან აღწეროთ პროცესი. როგორც ვახსენე, ხდება პატრიარქის განძარცვა, ანუ მისი, ასე ვთქვათ, ზედმეტი ნივთებისგან დაცლა და მისი შესვლა მაცხოვრის საფლავზე. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით, ახლახანს ერთ-ერთმა ვთქვათ, მედიამაც გამოაქვეყნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით პატრიარქს ამოწმებდა პოლიცია, იერუსალიმის, ანუ ისრაელის პოლიცია. და მედიამ სააგენტომ, როგორც ვთქვათ, გამოაქვეყნა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია იერუსალიმის პოლიციასთან და მათ დაუდასტურეს, რომ პოლიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში, ანუ ისინი არ ამოწმებენ, მოკლედ პატრიარქს აქვს თუ არა რამე ზედმეტი ნივთი შეტანილი, ანუ ეს პატივისცემის გამოხატულების და გამო, ვთქვათ, არ ხდება ამ პროცესის ესე, ვთქვათ, საკანონმდებლო დონეზე და პოლიციურ დონეზე ამ საკითხის განხილვა. თუმცა
გარკვეული ტრადიციით და ინფორმაციით ასია ცნობილი, რომ პატრიარქი უნდა შევიდეს ყოველგვარი ზედმეტი ნივთის გარეშე. და ეს არის რიტუალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. მორწმუნეებს ტაძარში, რა თქმა უნდა, უჭირავთ სანთლები, ჩამქრალი სანთლები, რადგან ისინი ელოდებიან ცეცხლის ანთების პროცესს და შემდგომში ამ ცეცხლის, ასე ვთქვათ, გადატანას მრევლში, მორწმუნეებში და საქართველოშიც ვიცით, რომ ხდება ხოლმე აი იერუსალიმიდან ჩამოტანა საქართველოში. მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი ეს ცეცხლის პროცესი, ანუ რა არის ცეცხლი, ანუ ქრისტიანული რწმენა, მართლმადიდებლური რელიგია გამორიცხავს ყოველგვარ მატერიალობის მნიშვნელობას. მაგრამ აქ ცეცხლში არ იგულისხმება რაღაცა ეს წარმართული, როგორც ხშირად ადამიანთა ნაწილი ამას უწოდებს ხოლმე, რომ აი თქვათ რატომ გაქვთ ცეცხლის მოლოდინი, ეს ხომ რაღაცა წარმართული რწმენის გადმონაშთიან ნაწილია. აქ ცეცხლზე არ არის საუბარი, აქ არის სინათლეზე, რომ ადამიანები მოელიან სინათლეს წლიდან წლამდე. ესეც სიმბოლური აქტია, სიმბოლური პროცესია. ბუნებრივია ცეცხლს არავინ არსად ეთაყვანება ამ დროში, მით უმეტეს მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ ეს არის პროცესი, რიტუალური ნაწილი და სიმბოლური გამოხატულება, რომ აღდგომა, ქრისტეს აღდგომა არის სინათლე ადამიანის ცხოვრების სიბნელეში, ასე რომ ვთქვათ, ანუ გადატანითი მნიშვნელობით. კუბუკლის შესასვლელთან ხედავთ თუნდაც ასევე სომეხთა ეკლესიის წარმომადგენლებს, რომელთაც ასევე ეკუთვნით, ასე ვთქვათ, აი ამ მთელ პროცესში, რიტუალში ეკუთვნით თავიანთი განსაკუთრებული ადგილი და სხვადასხვა ბუნებრივია ეკლესიების წარმომადგენლებს და მორწმუნე მრევლს. საქართველოში უნდა ითქვას ისიც, რომ დღეობათა კალენდარში, ანუ გვაქვს თქვათ, როგორც ქრისტიანული, ანუ საეკლესიო კანონმდებლობით დადგენილი გარკვეული სტრუქტურა, ანუ დღესასწაულთა სტრუქტურა, მაგრამ ასევე გვაქვს ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი წინაპრები აი ამ ხალხურ დღეობათა კალენდარს, ასე ვთქვათ, ამ სინკრეტული შეთავსებით აღნიშნავდნენ ხოლმე ესე. და საინტერესო რა არის აქ, რომ ეს ქრისტიანული დღესასწაულები იწყებოდა ბარბალობით, ანუ ბარბალობა იყო დღეობათა თავი, დღესასწაული და ჩვენ დღეს საქართველოს სოფლებში, სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, ყველა სოფელს აქვს თავისი ერთი კონკრეტული დღესასწაული, ერთი კონკრეტული წმინდანის სახელობის ეკლესია და იმ წმინდანთან დაკავშირებული დღეობა, ასე რომ ვთქვათ. აი ესეც აი ამ დღეობათა კალენდრის ნაწილია, რომ ადამიანები, ჩვენი წინაპრები ბარბალობიდან იწყებდნენ დღესასწაულების აღნიშვნას და ეს მოიცავდა მთელ საქართველოს სხვადასხვა დღესასწაულს, სხვადასხვა სოფელში, სხვადასხვა არეალში. თავიანთი ლოკალური ტრადიციებით, თქვათ იქ საკვები პროდუქტებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი იყო დალაგებული და დაწყობილი და ათვლილი ბარბალობიდან. ხოლო აღდგომის დღესასწაული ითვლებოდა, რომ იყო, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გვირგვინი მთელი ამ დღეობათა კალენდრისა. და მნიშვნელოვანი პროცესი ბუნებრივია და ეს მეკვლეობის ტრადიციაც მოგეხსენებათ საქართველოში არის ბარბალობას. ბარბარობას იწყება მეკვლეობა, შემდგომ ახალ წელს, შობას და ასე შემდეგ გრძელდება. და სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ბარბალობა არის დღეობათა თავი. და იმედია, რომ ბევრმა ქართველმა ეს იცის, ბევრმა მორწმუნემ იცის, რომ საქართველოს აქვს ესეთი საინტერესო დღეობათა კალენდარი, ხალხურ დღეობათა კალენდარი, რომელიც, ანუ აბსოლუტურად
თანხმედრაშია და ხელს არ უშლის ჩვეულებრივ კანონიკურ ქრისტიანულ მართლმადებლურ კალენდართან. На всі питання про гуртки чуєте ні. კადრებში ჩვენ ვხედავთ ანუ მორწმუნე მრევლს, მორწმუნეებს სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იერუსალიმი არის